ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს, მიესალმებიან ევროპაში. თუმცა ევროპელ ლიდერებს გარკვეული კითხვები აქვთ, რამდენად შეძლებენ სატვირთო გემები სრუტეში გასვლას. ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილი ჯერ კიდევ არ არის და ასობით გემი სრუტეში გავლის ნებართვას ირანისგან კვლავ ელის. ვაჭრობის მონაცემებისა და ანალიტიკური პლატფორმა კლეპერის ცნობებით, ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის პირველ დღეს ჰორმუზის სრუტეში მხოლოდ 4 გემმა გაიარა. ირანული მხარე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ფარგლებში ირანს უფლება აქვს ნებისმიერ სატვირთო გემს, რომელსაც სრუტეში გასვლა სურს, გადასახადი დაუწესოს. ამ პოზიციას კი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ემხრობიან. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონი სჯერა, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ დაწესებულ ნებისმიერ გადასახადს არაპროგნოზირებადი ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს. შესაბამისად, სრუტეში თავისუფალი გადაადგილება უნდა აღდგეს. ეს შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხია, რადგან თუ ირანი მოიპოვებს უფლებას სრუტეში ტრანზიტებზე დამატებითი გადასახადები დააწესოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური ეკონომიკური შედეგები და სავაჭრო ნაკადების ცვლილებები. მათი პროგნოზირება კი ამ ეტაპზე შეუძლებელია, შესაბამისად იტალიის, ასევე მისი ევროპელი და დასავლელი პარტნიორების ინტერესშია, რომ ნავიგაციის თავისუფლება სრულად იმ პირობებით აღდგეს, რომლებიც 28 თებერვლამდე არსებობდა, რათა დარეგულირდეს არსებული დაძაბული ვითარება, ენერგეტიკის კრიტიკული ნედლეულის, სასუქებისა და სხვა ეკონომიკისთვის აუცილებელი პროდუქტების ბაზრებზე. იტალიის პოზიციას იზიარებს დიდი ბრიტანეთიც. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე უნდა გაიხსნას და გადაადგილება თავისუფალი უნდა იყოს. სურს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაგრძელდეს, კონფლიქტის დაბრუნება არ გსურს. უმნიშვნელოვანესია, რომ ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას, რადგან ეს გადამწყვეტია გლობალური ეკონომიკისთვის და ქვეყანაში ცხოვრების ხარჯების შემცირებისთვის. არც ერთ ქვეყანას არ უნდა მიეცეს უფლება ხელში ჩაიგდოს ის საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები, რომლებიც გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოსა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე. ირანის მთავრობის განცხადებით, ყოველ სატვირთო გემზე, რომელიც სრუტეში გაივლის, დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადს დააწესებს. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა. მხარეებს შორის მორიგი მოლაპარაკება 10 აპრილს ისლამაბადში შედგება.